არ გვინდა ჩვენ ერთ-ერთ ძმაკასთან ვიყავით სახლში რაც просто შეკრებილები რა და დალევა მიდიოდა რაღაც პატარა სუფრა რაღაცა და ჩემი ჯერი არის ვიღაცამ რაღაცა თქვა და საძაოს ვამბობთ მასა და ამიგე ტელეფონმა და ნუ ავიღე და უმეტესად რო ეშლება ხოლმე ადოს კითხულობენ მაგრამ ამ შემთხვევაში მურთაზის თხოვეთო და ანუ ეგრევე გავთიშე რა სხვაგან მოხდეთ მეთქე გავთიშე რა იმიტომ რომ ლადოზე მიჩვეული ვარ და მურთაზი რაღაც ახალი იყო და გავთიშე ეგრევე და გადავდე ეს გვერდზე რა და გავაგზავნე რაღაც ლაპარაკი და ისევ დარეკა ტელეფონმა და აღარ ვიღებდი თან იგივე ნომერი ხო დავინახე ხა უცხონამარი და მივხვდი რომ არ გაჩერდა რა აფეთქა ტელეფონი და ვავიღე ისევ და რატო ისე რა ქვია რატო გამიჩერდა მურთაზთან უნდა ლაპარაკიო და მივხვდი რომ იქიდანაც მეც ნასვამი ვიყავი და იქიდანაც ცოტა რაღაც ნასვამი ლაპარაკი მოდიოდა და არა მეთქია არა სუნი არა ბიჭო თავის ტკივილი მოდიოდა ხო და არ ვარ მეთქი რა მურთაზე მეთქი ბოდიში მეთქი თან ბოდიში არ ვარ მურთაზე ლადო ვარ ბიჭო თან ანუ ეგეთ მომენტში თან აი როგორ ისე მეუბნებოდა იცი რომ დამალაპარაკიო იმას კი არ მეუბნებოდა რომ თითქოს მურთაზთან რეკავდა ანუ გარშემო უნდა ყოფილიყო რა რომელიღაცა მურთაზი მინიმუმ მამა ხო და ეს გადავიხედე და არავინ რა მე ეკე და რა თიკო ჩემი ცოლი და ვიღაცები ვისხედა მურთაზი არც ერთი არ იყო რა არც პასპორტის სახელი და არც დათმობის და ვინმე სხვა არ ურეკავდნენ როგორც შენ ლადოზე ისე იმას მურთაზი შეიძლება არ ვიცი ხო და არ ვიცი მაგრამ და არ ვარ მეთქი რაღაცა თქო და ბიჭო რაღაცა გაუთხა და თუ რაღაცა ამ ტიპს და ისა რა ქვია ეგონა რომ აი ის ვეშაყირებოდი თუ რაღაცა არ ვიცი და კაიო ძმაო რას მეშაყირები და რაღაცა ვიდეო საქმე მაქვს დამალაპარაკე მურთაზი ბიჭო არ ვიცნობ მეთქი მურთაზის ბოდიში სუფრაზე ვარ უკაცრავად რაღაცა სხვა ნომერიც არის და რაღაცა თქო და ბიჭო არ მომეშვა იმენა რა რომ მურთაზი დამალაპარაკე გაუთიშე რამდენი ხანი დაულაპარაკე ეს მურთაზი დამალაპარაკე არ ვარ მურთაზი რაღაცა კიდე გადმორეკა და რომ ეს ცოტა რაღაცა ავიჭერისავით ცოტა ავიღე და ვაქვი რავი ნუ გარეკავ თქო რა ავი არავინ არ თქვა მურთაზი და სულ ერთ მურთაზის ვიცნობ ცხოვრებაში და თუ გინდა იმის ნომერს ჩაგიგდებ და დაურეკე და იჭორავეთ მეთქი ერთმანეთში რავი თუ იცნობ თქო და არა ძმაო ვიციო რომ მანდარიო და დამალაპარაკეო და არ არის მეთქი და შეიძლება შეგეშალა თქო რა ნომერი და რავი სხვაგან რეკავდი და და ბიჭო იქიდან უნდა მიჭედავს რას ქვია მე ძმაო ცხოვრებაში არაფერი არ მეშლებაო და რას ქვია ნომერი შემეშალაო მაგრამ დავიბენი რავი და შეიძლება არაფერი არ გეშლება ცხოვრებაში მაგრამ რავი ციფრი შეგეშალა შეიძლება დააჭერება ერთი ციფრი გამაზე და თან უკვე სიჩუმე ჩამოვარდა რა ყველა საინტერესოს როგორ განვითარდება ეხლა მოვლენე 1200 კაცი ვარ ეგრე სიჩუმეა ჩამოვარდა გაუჩი შეგეშალა მეთქი ნომერი თქო და იქიდან კაჩაობაა თქო და რომ არ შემეშალა და შეგეშალა და თან ერთ წუთი შავით ხო ვიცი ისე უნდა დარეკოს და მინდა რომ საბოლოოდ დავიმშვიდობოთ ერთმანეთს და გათიშოს და შტახედე მეთქი ნომერს მეთქი ერთი წავი მეთქი იქიდან შეგეშალა მეთქი და მე გავაგზავნე თქო საუბარი თქო და ნუ ის პაუზა იყო რა ეთქო ნომერს დახედა და უცებში ვაიმეო ეს რა დამემართავ ჩემ მართლა შემშლიაო მოიცა ერთი წამიო და თავს ლაუდსპიკერზე შე და სუფრაზეა ის თურმეში და ყვება ეხა ამ ისტორიაში აი ეხაო ბიჭებო ხო და ეს მურთაზი გაწო რეკავრო ეგ დაიხოცა თელი სუფრა დაიხოცა მაგარი იყო რა მართლა მაგარი იყო და მე ლადო რეკავს ლადო მე მოვიკითხე ესე გამსუფრას და მურთაზი მართლა არ მჯდა რა კაცო და შენ კი არ შეგეშალო მე შემეშალო მურთაზი იყოფილა სუფრაზე ყოფილა თვითონ მურთაზი ყოფილა იქა და მოკლედ ზირგი იყო ამაზე მურთაზი ყოფა თვითონ იმის მურთაზი ხო მაგრა ყოფა ჩვენი მურთაზიც როცა კი რა გაიტანა კალამ მე მირეკავ ხო იცი ეგრე მითხე ხა შენს ლადოს კითხულობ არა მოყოლივი მაგას ამბობი და სტატუსიც მაქვს ადრე დაწერილი Facebook-ზე და даже სტატუსი გა ბლოგი რო მქონდა იქ даже სტატუსი აქვს დაწერილი რაო შემდეგ გზელდება ოღონდ რაჩი ჩემთან კითხულობენ ორ ადამიანს ო სხვათაშორის ერთს არ კითხო ერთი არ მოვკითხავთ გაიხანია ერთი არის მეუფე ანანია და მეორე არის მეუფე ანანია ხო და მეორე არის კოტე კაროჩე ეთქობა ჩემთან ნომრები აქვს ორივეს მეუფე ანანია კაიხანი არ მოვკითხავთ და ადრე იყო ბიჭო აი პატარა რო ვიყავ 90-იანების ბოლოს რა ვიღაცა გოგო რა მიგზავნა მესიჯი მაშინ ეგრე ხდებოდა ხოლმე უცებ ნომერზე ცხოვრობიდან მესიჯი მოვიდა
ბაშ მებაზრებოდა და ნაცნობი მეგონა მე кайფება თქო რა თავიდან. აფხაზეთიდან ვარ და რაღაცას მეუბნებოდა ეს გოგო და არ მჯეროდა და მე როგორც მივხვდი მეგონა მართლა ეგრე იყო. აფხაზეთიდან წერდა ვიღაც გოგო? ხო, და შევე გაბრაზდა ჩემზე რაღაც მეგონა რომ ნაცნობი იყო, ეკაიფებოდი რა, ამ და რა აღმოაჩინა ნაცნობი არ იყო, მე რო გვიანი იყო და მე მგონი ნომერი მისცა ჩემი ვიღაცას ეგრე მეგონა თავიდან. მაგრამ მე ვიფიქრე ალბათ ეგრე არ იყო, მაგრამ არ ვიცი შეგვიძლია იყოს. თუ გავჩე, მაგის მე დაიწყო ზარები. ვერ ეკავდნენ ძირითადად ზარი შემოდიოდა ხოლმე დამლოცებ ამაო მეუბნებოდნენ. მე პირველი ორი ჯერის მერე მესამე ჯერზე უკვე გავბრაზდი რა და მეთქი არ მოგბეზრდა თქო და რაღაცა და იქიდან რომ ქალი იყო რაღაცა და იქიდან რომ იმ ქალმა რომ ბატონო რო თქვა მიხდი რა გარჩე ის იყო ნადაც მამაოს ურეკავდა და არ მეკაიფებოდა არავინ ეს გაგზელდა წლები აგზელდა აღსარებასაც ხوار გაბარებთ არა მაგრამ ერთხელ წუთი ველაპარაკე რა და არ შენ ხო შენ რო გეუბნები მე არა გეუბნებოდი დია გისმენ შვილო ჩემო მეგონა რომ მეკაიფებოდა რა ვიღაცა და აუყევი და ბოლოს ზოარ გაჩერდა შეჭმა მე გამოგბეზრდა თქო და იმან რომ დაიძაბა რა ბატონო გამიბზანეთ და რაღაცეები მივხვდი რომ გარჩე არ მეკაიფებოდა მე გამოვკითხე ერთ-ერთი დამრეკავი რა ბოლოს წლების მერე და გარჩე მე მეუპეანანიას ურეკავი რომ და დიდი ხანი არ დაურეკავ სხვაში მაგრამ ეს ძელდებოდა ერთი 20 წელი მართლა და კიდე მეორე ტიპი რომელსაც ურეკავენ ხოლმე არის კოტე კოტეზე გავარკვიე რომ კოტე არის გავჭა ავტობუსის ძროლი კოტე დღემდე აქტუალურია იმიტომ რომ ბოლო ერთ 2 თვის წინ დაურეკეს ბოლოს რა კოტეს ხო მეუპეანანიას 3-4 წელი არ დაურეკავ კოტეს დაურეკეს 1-2 თვის წინ ბოლოს დაურეკეს რა მე დამირეკეს და რა ასე გაიცი გემთხუია ხო და კოტეს დაურეკეს არავინ თვის წინ კოტე გავარკვიე რომ არის გავჭა ავტობუსის ძროლი გადაიბარე აფხაზეთში იყოს ხო ან სამეგრელოში კარგი ბიჭო აფხაზეთთან რატო გაქვს ეგეთი ახლო ბიჭო არ ტელეფონის ვიცი ამას კარგი კოტეს გადაყავს კოტეს როგორც გავარკვიე ხალხი გადაყავს ავტობუსით ან მარშრუტით შევა მაგრამ მე მგონი ავტობუსით ის ამოჭრით რა აფხაზეთიდან წინ და უკან დადის რა მეტყობა რაღაცა ისა აქვს ეს არ ვიცი ხო ენგურს გადადის გადმოდის ხო ვითომ საზღვარზე თუ რაც არის ისა იმაზე დე-ფაქტო დე-ფაქტო საოკუპაციო საზღვარზე გადაყავს და გამოყავს ხალხი როგორც გავარკვიე ოკეი და კოტე ის არის კარგად არის გამთებად არის იმიტომ რომ ერთი თვისიდან დაურეკეს ორი თვისიდან დაურეკეს ნაკლები და ჟაური თვისიდან და ალბათ ერთი თვისიდან დაურეკეს არ კოტეს ურეკავენ რომ გადაყვანა გადასვლა გვინდა და რა ბიჭო არა ხო გავარკვიე თქო რა ვიკითხავ რაღაცებიდან რომ ძოლია რა და მეუპეანანია არ მოუკითხავთ кайხანია სხვადასხვა შეიძლება გარდაიცვალა არ ვიცი ვა მეუფე მოსაკითხია რა მოსაკითხე რა ანუ გავიგოთ რა რომ ანა ეთნო გავიგოთ თუ არ დაურეკავ ვიღაცა მან ეთნო გავიგო ეხა ნომერი მესიჯებს არ წერდნენ რომელი რიცხვი არის გავსი ყველა მესიჯებს არ წერდნენ მესიჯებს არ წერდნენ ოპა იმან ხოდა ამ კამოცო შევყევით მეთქი ჩავწევ რავი დახედე ნომერს და დახედა ეთყობა ნომერს და უცებ ლაუდსპიკერზე გადართვა და ვაიმეო ხალხო ეს რა დამემართაო მეო აქედანო კაცო ვეკაჩავეო ჩვენ მუხთაზეს ურეკავდიო და რაღაცეებიო და ხო და არა იმას მუხთაზეს მოხდა ერთიო რაღაცა ნათქვამი და ეს კაციო ძმო პატიოსათო მიხსნიდაო მაგებინებდაო და რაღაცაო და მოდიო ძმო აი ამ კაი კაცს გაუმარჯოსო ეხლა და ატყდა შეშევა ეხლა გაგიმარჯოს არც სახელი უკითხავს არაფერი რა გაგიმარჯოს რაღაცეები და მეც აი მინდა რომ გავთიშო უკვე რა ეს ტელეფონი რავი აღარ მინდა ამ სუფრაზე ყოფნა რავი ვირტუალურად და ბენზინის ნახე კი სავსე არის თითქმის და უცებ ანუ სიჩუმე ჩამოვარდა და რამდენი ხანია აიღო ისევ ტელეფონი და რო ვიკითხე მეც არ ვიცი ასე ხალხს რო გაჩერდა შეიძლება შენი ნომერი ჩავიწერო და სახელი გკითხო და ბიჭო ახლა მეთქი ჩაიწერე მეთქი მაგრამ ლადო ხო და ჩაიწერე მეთქი მაგრამ რავი რა გინდა მეთქი რავიო ძმაო ესეთი კაი კაცი აღმოჩნდა რაღაც აი რო იციან ხოლმე ბავშვის ნათლობით მთავრდება ეს ხო და რო იციან ხოლმე აი რო იჩხუბობენო მე რო ძმაკაცდებიან და რაღაცაო დაგირეკაო ძმაო გიორგობა მოდისო რაღაცა რა მოგილოცავ ხოლმეო და ვიმეგობროთო რაღაცაო მე აგერ ხარაგაულში ვცხოვრობ რაღაც ყველა მიცნობსო რო ჩამოხვალო მოდიო ძმაო რაღაცაო პრობლემა არ არისო და რავი ჩაიწერე მეთქი რომ ჩაიწერა დავუმშვიდობეთ ერთმანეთს და სადაც ორ კვირაში იყო რაღაცა გიორგობაში და ორ კვირაში იყო გიორგობა და მაგარი ხარისხია ისე ისე დაიწყო რომ ეკესთან ვარ შენ რეკავს ეს ტელეფონი ჩაწერილი მაქვს ეგრე რა ხარაგაული რა სახელიც ვერ დავიმახსოვრე ყველას ეგრე ვიწერა ეს ერთი იმას აყებოდეს მაგარი კიბეზე შევხვდა და რეკავს ეს ხარაგაული და ვიღებ ტელეფონს და არა როგორ ხარ მეთქი რაღაცა
აიო, ეხლა სალოცავზე ვარ თუ ამოსულებიო, ისევ შენი ისტორია გავიხსენო და ისევ თავს ლაუდსპიკერზე, რომ ლოცავს იქიდან ხალხი. კაცი ერთი წელი ძმო, ერთ დღესასწაულს არ მაზავდა კაცი. სულ მირეკავდა და მილოცავდა რომ შემოგეული და რაღაცა და მე ახალ წელს მე დავასწარი. და ახალ წელს მე დაურეკე და მე ვერ გამოჩენილი. ჰა? ხაზების რამე დაიგურცებოდა შენ და ხო, მე დაურეკე და მოვასწარი და არ გიფიქრია რომ ტელეფონს აქ ეს ფუნქცია დაბლოკვა შეგიძლია ნომრში აღარ გადმოგიერება ბიჭო რა პონტი იყო ეხა დაუმეგობრით მე მე არა იქამდე რო გადმომიერება ბიჭო ეგ ფუნქცია არ ვიცოდი აერქვა არ ვიცი კაცი გოჩა თუ დავჩავხედავ მე მე ხალხზე ხარაგაული გოჩა. დაურეკე ერთი აბა. მე დაურეკე მიუღოთ და ისია. შოთა ბოდიშით შოთას დაურეკე შოთა ხარაგაული გვარიც ვიცი გვარს არ დავასახელებ ხარაგაული. არა ეხა ვერ დაურეკავ შეჩემო 4-ის ნახევარია და ხვალ დაურეკავ ხო ისტორია სახელი არ იცოდა კაცის შეჩემო. შეიძლება მურთაზეს არ კითხულობ არა ამის სახელი არ მახსოვდა აბა ვინ გახსოვდა? მურთაზი მახსოვდა ამის სახელი არ მახსოვდა გოჩათი მახსოვდა და შოთათი მიწერია ხო და გოჩა შოთა რაღაცა ხარაგაული ესე მიწერია რა მარტივი ყოფილა ეს შუქის წასვლა აქ ხო რა სწორედ ყველა. ამაზე იყო პანიკა აი რა ვიცნო ნუ სპონდაინო გვეკიდა რა მას პიჟამ ბიჭო არა და ტატოს მოუხდება ყველაზე მეტად წერან კრომღაც გააკეთა ჩემი აზრით ტატო ი გარშო კიგერ შენი რომის კოტანი არ დაბრენდილი არა კოტამიც არა შეიძლება იმას რა ქვია იხვი თუ რაღაცას ვისახია თქვენში მიუხედავად იმისა რომ ასაკი ყველაზე დიდი ვარ ხო დაიწყო ეხლა ყველაზე ახალგაზრდა მაინც მე ვარ შეჩემ კი ყველაზე ახალგაზრდა ჩვენ გამოიყურები. კი შევასმერე შევა გასული მაინდა მეც სწორება ვიზა საქმე ხოლმე ის არ არის დონაცია იყო. შვილი რატო არა მოიგულებ ვითომ ბევრულად არა ჩაგარა ხარ მაგ არა არაფერი თო. რა გინდა დანარჩენი ძმო პიპი არ მაქვს უშიგი. ოუ ჩემი.